თუ ვთქვით სახში უსაფრთხოების ზომები დაიცვათ, მაშინ ელექტრომოწყობილობები უნდა დააყენოთ აი ამ უსაფრთხოების სიის სათავეში, რადგანაც ეს მარტივი ჩვევა, რომ გამორთოთ ელექტრომოწყობილობები აი ამ სადენე ესე ვთქვათ ელექტრომომარაგების სისტემიდან თქვენს სახლს დაიცავს ხანძრის გაჩენისგან. გეთანხმებით იკა ნამდვილად ასე უნდა იყოს. მოდით იკა განვიხილოთ სამზარეულოს მოწყობილობები და ვთქვათ, რომლები უნდა გამორთოთ ღამით იმისათვის, რომ გვეძინოს მშვიდად. და უსაფრთხოდ. საკმაოდ ბევრი მოწყობილობა გვაქვს სახლში და ყველა მოწყობილობას თავისებური ხასიათი აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი არ იყოს დენის წყაროში შეერთებული უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, ამ რჩევებს გვიზიარებენ მეხანძრეები და ელექტროობის სპეციალისტები. კარგით, მაშინ თქვათ, რის გამო შეიძლება გაუჩნდეს ხანძარი ამ ელექტრომოწყობილობებს? პირველი, მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი ხარისხის ადენები. შემდეგი ეს გახლავთ არასტაბილური ძაბვა. აი მე მაგალითად ჩემ შემთხვევას გეტყვით 90-იან წლებში ხანძარი გაჩნდა ჩემს სახლში, იმიტომ რომ ღამით შეერთებული იყო ტელევიზორი და მაღალმა ძაბვამ პირდაპირ მნიშვნელობით ააფეთქა ტელევიზორი და მოხდა ჩემს სახლში ხანძარი. ვაუ, ნახეთ რა მართლაც რა საშიში ყოფილა. ასევე ძალიან ყურადსაღებია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ელექტროჩამთვრალები იყოს მწყობში. ხშირად არის რომ რაღაც ნახევრად გაფუჭებული, მწყობრიდან გამოსული ელექტროჩამთვრალები გვაქვს ხოლმე სახლში. ეს მოითხოვს ჩვენგან ყურადღებას და ასევე ის შემთხვევები, როდესაც ერთ ჩამთვლელში ბევრი მოწყობილობაა ჩართული. ეს გამანაწილებელი როა ერთგვარი სადაც ბევრი რაღაცა შევაერთებთ ხოლმე. განსაკუთრებულად მახსენდება ახალი წლის პერიოდი, სადაც აი ბევრი განათებები გვაქვს ხოლმე ერთ-ერთში ჩასმული და ასე ვტოვებთ ხოლმე გამორთულს ერთგვარად, მაგრამ მაინც შეერთებულს ყოველ შემთხვევაში. თიკა დამეთანხმები, რომ ასევე საფრთხის მომცემია მოძველებული მოწყობილობები. შეიძლება გარედან გამოიყურებოდეს კარგად, მაგრამ ასეთი მოწყობილობები შიგნიდან თანდათან შეიძლება გაფუჭდეს, დაზიანდეს და აღარ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს. შეიძლება ელექტრომოწყობილობა იყოს აი ჩამრთველში შეერთებული ღამით და შეიძლება სრულად აი ეს მოწყობილობა, რომელიც ჩამრთველშია შეერთებული იყოს, გამორთული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მოწყობილობა მაინც იყენებს ძალიან მცირე ელექტროენერგიას და არის რისკი იმისა, რომ მოხდეს მოკლე ჩართვა. ეხლა წარმოვიდგინე, რამდენამეს უნდა დაუარო ძილის წინ და გამორთო. მოდით, თუ რამდენადაც შესაძლებელია გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობები, რომელსაც შეიძლება ყველაზე მეტი და მეტად ახდეს საფრთხე ხანძრის გაჩენისა და პირველი მე დავიწყებ ჩემს წინდებს და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მათგანი აეროგრილი, რომელიც საკმაოდ ძლიერი მოწყობილობა, რადგან ძალიან მოკლე ვადაში ახერხებს ძალიან მაღალი ტემპერატურის შექმნას, მალევე ხურდება და ასეთი მოწყობილობა თუ უბრალოდ შედარებით მოძველებულ ჩამრთველში არის შეერთებული, დიდი ალბათობა ჩნდება ზუსტად ხანძრის გაჩენის. შემდეგი არის ელექტროღუმელი და მიკროტალღური ღუმელი. მას მე რაც რამეს მოამზადებთ, მხოლოდ ღუმელი კი არ უნდა გამოირთოს ღილაკით, ანუ აუცილებლად უნდა გამოაძროთ სადენით. აი ასე. დამეთანხმებით იკა რომ როცა ღუმელი ირთვება, ის დიდხანს ინარჩუნებს სიმხურვალეს. კი. და ასევე შესაძლებელია რომ გამთბარი ღუმელი ჩართულ შტეფცელთან აღმოჩნდეს კომბინაციაში და ხანძრის მიზეზი გაჩნდეს. და ასევე თუ მიკროტალღური ღუმელი არის მოძველებული, დროთა განმავლობაში დამეთანხმები რომ მისი შიდა ნაწილები შესაძლოა გამოვიდეს წყობრიდან და ამამ შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლების გაჩენა, რაც ასევე შესაძლებელია იყოს ხანძრის გაჩენის მიზეზი. შემდეგი ეს გახლავთ ელექტროჩაიდანი და მეც და ალბათ თვითონ თქვენთაგანს ღამით ელექტროჩაიდანს შეერთებულს ტოვებთ. გეტყვით იმას, რომ წყალის ადუღების შემთხვევაში თერმოსტატი მექანიკურად, ავტომატურად თიშავს მას, თუმცა თერმოსტატის გაუმართავობის შემთხვევაში შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს ელექტროჩაიდანს. და ძალიან საფრთხის შემცველია. ამიტომ ღამით შეეცადეთ, არ დაგავიწყდეთ და გამორთეთ ელექტროჩაიდანი შტეფსელიდან. ასეთივე რისკის შემცველი არის ყავის მადუღარა, რადგანაც აქვს ძირი, რომელიც საკმაოდ ხურდება და მალევე ცხელდება და სწორედ აი ამ მისი ძირის გამო ალბათ როგორც ჩაიდნის შემთხვევაში ასეთივე რისკი არის ხანძრის გაჩენისა.
და ბოლო ის გახვალთ ტოსტერი, მოგეხსენებათ ტოსტერი ხურდება და რისკი არის იმისი, რომ გაჩნდეს ხანძარი. ამიტომ ყურადღებით იყავით ტოსტერთან და გამორთეთ აუცილებლად ხმარების შემდეგ. და ვთქვათ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მოწყობილობა შეიძლება იმ მომენტში გამორთულად მიიჩნიოთ, თითქოს არ მუშაობს, არ ფუნქციონირებს არც ერთი მათგანი, მაინც რადგანაც ის შეერთებული აი ამ შტებცელებში, მაინც გარკვეულწილად, ალბათ უფრო დიდი ალბათობით დაბალი სიხშირით, თუმცა მაინც მოიხმარს ელექტროენერგიას. ანუ ეს ფინანსურადაც გამართლებულია, რომ გამორთოთ აი ამ შტებცელებიდან. თუმცა იმისათვის, რომ გაიმართოს სრულად ეს ელექტროსისტემა სახლში, ამისთვის შეიძლება ხელახლა რემონტიც კი დასჭირდეს ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის მთელი სისტემა, მთელ სახლზე ვრცელდება და საკმაოდ ხარჯიანი რამ არის და ასევე საკმაოდ რთულიც არის, ხო? მთელი რემონტის გაკეთება, იმიტომ რომ გამართოთ. რა შეიძლება რომ გავაკეთოთ თავიდან დასაცავად და იმის თავის ასარიდებლად, რომ ახლა რემონტი არ დაგჭირდეს მთელ სახლში? დამეთანხმებით იქა რომ ყველაზე კარგი იქნება თანამედროვე პირობებში, ხო, იყოს სამზარეულო აღჭურვილი სენსორული მოწყობილობით, ანუ სენსორი, რომელიც აღიქვამს კვამს და თუ ასეთი საფრთხე გაჩნდა სახლის პირობებში, სენსორმა დაიწყოს მუშაობა და გამოსცეს სიგნალი წამებში, გადაესწრეს უსაფრთხოების სამსახურს და ასე შემდეგ. ან უბრალოდ გამოგაღვიძოს რაღაც პირილით, ან რაღაცა სხვა მსგავსი ყურადღება მიიქციოს, მოკლედ, რომ საწყის ეტაპზე მოხდეს ლიკვიდაცია ხანძრის გავრცელების და ლიკვიდაციის. კი ბატონო. ასევე არსებობს ელექტროქსელის დამცველი საშუალებები, რომელიც არის გრძნობიარე ცვალებადი ძაბვის მიმართ და მაგალითად აი მაცივარი ძალიან კარგი მაგალითია იმის, რომ იყოს ესეთ მოწყობილობაში დაერთებული. ანუ რაღაცა ცალკე ადაპტორები არსებობს? ადაპტორი არსებობს ამისთვის. აი არ ვიცოდი. რა თქმა უნდა, არავინ არ ფიქრობს ცუდზე. პირიქით გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება იყოს გამარტივებული სხვადასხვა ხელსაწყობის დახმარებით შევძლოთ მალევე საკვების მომზადება, ყავის, სასმელის, რაღაც ნებისმიერი რამის. თუმცა რადგან ვართ ექიმების გადაცემა, ვთვლით ძალიან საჭირო და აუცილებლადაც კი რომ უსაფრთხოების ზომებზე ვისაუბროთ ხოლმე და მომენტებში შეგახსენოთ რომ არსებობს ასეთი რისკები. მადლობა ძვირფასო ექიმებო ამ ყურადღების გამახვილებისთვის ჩვენ დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებლებს ხვალამდე, ხვალკვირა ჩვენ ისევ შევიკრიბებით ახალი რჩევებისთვის და დღის ბოლოს ძილის წინ მაინც ეს ტელევიზორიც ალბათ ჯობია რომ გამოერთებულ იქნას შტებცელიდან თუ კი უკვე ძილის რომ მოვიდა. ნახვამდის. ნახვამდის.